მოგესალმებით კიდევ ერთხელ 24 დეკემბერია უყურებთ კურიერს 9 საათზე. მორიგი შეხვედრა გეგმების შესათანხმებლად კონსულტაცია გაიმართა ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს შორის. მმართველი პარტიის ოპონენტების განცხადებით შეხვედრაზე იმსჯელეს არჩევნების თავიდან ჩატარების აუცილებლობასა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიდგომებზე. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა ბიძინა ივანიშვილი მიიღოს ორბელიანების სასახლეში თემაზე ახალი არჩევნების დანიშვნა. ზურაბიშვილის განცხადებით შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. განვიხილეთ ახალი არჩევნების თემატიკა, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი და ახლა ასევე განვიხილეთ, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომ გამოირიცხოს ის გაყალბების მექანიზმები, რომელიც იქნა აქტიურად გამოყენებული. ამავდროულად ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც თამაშობს ამ პროცესში ერთ-ერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია, საქართველოს პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი. შეეხება სალომე ზურაბიშვილის შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენ გვინდა ამაზე მასთან კონდეს კიდევ დამატებით საუბარი. შეხვედრა იყო საქმიანი და პრინციპში ბევრი მიმართულებით გავიხილეთ. მიმდინარეობდა მუშაობა, პრინციპი და რაზეც ეფუძნება ეს სამუშაო შეხვედრა არის ის, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ეს იქნება ქართული ოცნების მიერ დანიშნული 29-მდე თუ მერე იქნება იძულებით, რომელსაც ქართული საზოგადოება აიძულებს, მაგრამ როცა და იქნება, უნდა იყოს აუცილებლად თავისუფალ დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. რაღაც მოსაზრებები გამოიკვეთა და არის რაღაცა თანხმედრა მოსაზრებები, რაღაცეებში არის განსხვავებული აზრი. ბუნებრივია ცოცხალი პროცესია, ხვალ იქნება ალბათ კიდევ რამდენიმე ესე ვთქვათ სამუშაო შეხვედრა და რაღაცა პრინციპულ მიმართულებები იქნება გამოკვეთილი. დანარჩენს უკვე პროცესი გვაჩვენებს. ტრაგიკომედია და პოლიტიკური ფარსია შეაფასებენ უმრავლესობაში სალომე ზურაბიშვილის მიერ მოლაპარაკებების შეთავაზებას. მოქმედ პრეზიდენტსა და ოპოზიციას გარედან შემოსული დააკვეთების შესრულებაში ადანაშაულებენ, რომლის მთავარი მიზანიც მმართველი გუნდის განმარტებით ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებებია. ჯერ კიდევ პრეზიდენტი ერთ პარასკევთ არჩენილი სალომე ზურაბიშვილი ძალიან წვალობს, რომ თავისი პატრონის დავალება შეასრულოს, რომელიც გულისხმობს არჩევნების ჩატარებას საქართველოში. არჩევნები უკვე ჩატარდა. მას უნდა რომ ახლა ფანჩატურის 3 ჩამოაყალიბოს და ამ ფანჩატურ 3-ში როგორმე მონაწილეობა მიაღებინოს ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენლებსაც და იქამდეც კი გაკატნიერდა, რომ ჩვენ საპატიო თავმჯდომარესაც კი მოუწოდებს, რომ ამ ფარსში მონაწილეობა მიიღოს და ამ ფარსში მონაწილეობას ქართული ოცნების გუნდის არც ერთი წარმომადგენელი რა თქმა უნდა არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს ფარსი მხოლოდ მიმართულია ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანაშიც. რაღაც ტრაგიკომედიის ჟანრიდან, მე მგონი რაღაც კლინიკასთან გვაქვს უკვე საქმე და არაერთხელ ვთქვით, რომ ესეთი აგონია და ესეთი არაადეკვატური განცხადებები, როგორც მისი მხრიდან, ასევე იმ ფანჩატურის სხვა წევრების მხრიდან, რომელიც თავის თავს ოპოზიციას ეძახის, უბრალოდ გაუგონარია და ამას საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს. ეს არის იმ გაიდლაინების, ასე ვთქვათ, პუნქტების გაყოლა, რომელი გაიდლაინებიც აქ, როგორც წინა საარჩევნოდ, ასევე პოსტსაარჩევნოდ ჩამოვიდა და საზოგადოებაც ეს ძალიან კარგად ნახა. რასახის აღმკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო ბარკეთილში მომხდარზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი. ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მისივე თანატოლი სასიკვდილოდ გაიმეტა, 3 კი დაჭრა. როგორც ცნობილი, ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და მკვლელობის დროს პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდიან უბადო პატიმრობა ემუქრება. გრძელდება ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორზე. გასული 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 58 და დაიჭრა 86 ადამიანი. მათი უმრავლესობა არის ქალები და ბავშვები. ოფიციალური ისრაელი იტყობინება, რომ მათ ღაზაში ჰამასის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც ყოფილი სკოლის შენობაში და მოქმედ სამეთაურო ცენტრში იმყოფებოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჰამასთან მძევლების საკითხზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია მიღწეული. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა რამდენიმე ფრონტზე სამხედრო თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიაღწია და სამხედრო ზეწოლამ ჰამასის ლიდერებს აიძულა თავიანთი მოთხოვნები შეერბილებინათ. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა პირველად საჯაროდ აღიარა ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანში, რომელიც ივლისში მოხდა. მან განაცხადა, რომ ისრაელმა დაამარცხა ჰამასი, ჰეზბოლა და დაამხო ასადის რეჟიმი სირიაში.
სლოვაკეთის დედაქალაქში პროტესტია. ბრატისლავაში ათასობით ადამიანი მათი ქვეყნის პრემიერის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას აპროტესტებს. დემონსტრანტები ფიცოს მოღალატეს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი პრემიერი უდანაშაულო ხალხის მკვლელს ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფიცო პუტინს კვირას კრემლში შეხვდა მაშინ, როდესაც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან იშვიათია ვიზიტი მოსკოვში. როგორც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა იყო რუსული გაზის მიწოდების უზრუნველყოფა. როგორ გამოიყურება საფრანგეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი. ფრანგული მედიის ცნობით, ახალი მთავრობის შემადგენლობას ფრანსუა ბაირუ ხელმძღვანელებს. თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ასევე ევროპის საკითხებში მინისტრებმა, რომლებიც ემანუელ მაკრონთან დაახლოებული პირები არიან. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კი ამჯერად იუსტიციის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს. მინისტრთა ახალ კაბინეტში შევიდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები მანუელ ვალსი, რომელმაც დაიკავა ზღვის იქითა ტერიტორიების მინისტრის პოსტი, ელიზაბეთ ბონმა კი განათლების მინისტრის თანამდებობა. და ისევ საქართველოს წყალტუბოს ცენტრში პატარების საზეიმო განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. მოწყობილი იყო საშობაო სოფელი, ბაზრობა, ინსტალაციები და არაერთი გასართობი სივრცე. დღის ბოლოს კი მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხე საზეიმო დაინთო. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ქართველი შემსრულებლებიც წარსდგნენ. ძალიან ლამაზია წყალტუბო. ვარ ჩემი შვილიშვილთან ერთად და ჩემ დასთან ერთად. მიყვარს წყალტუბო, მიყვარს ყველა წელი საქართველოს მშვიდობას ვუწყნით. წყალტუბო სულოცავ ახალ წელს, სულოცავ გამრავლებას, გახარებას, შვიდობას პირველ რიგში, მრავალს დაესწრა, იყავით ჩამქილად, ბედნიერად იყავით და ყოველივე სიკეთე მინდა ჩვენ ქვეყანას გაუმარჯოს. პროგრამის ახალი წლის დღეების ფარგლებში მორიგი კონცერტი გაიმართა დმანისის მუნიციპალიტეტში. მერიის მიმდებარედ სკვერში განთავს და საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. გაიმართა სადღესასწაულო მარშიც, აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. მიხარია რომ დღესაც ჩემს უსაყვარლეს უზურპასეს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვარ დმანისში. რომელიც ძალიან ლამაზია ქაური სკვერი, ნაძვის ხე და მგონი რომ ძალიან კარგი კონცერტი ვაჩუქეთ აქ ქაურ მოსახლეობას და რაღაცა დავეხმარეთ იმ განწყობის შექმნაში, რაც აუცილებელია ახალი წლისთვის და მინდა რომ სრულიად საქართველოს მიულოცო შობა ახალი წელი. დღის განმავლობაში ჩვენი პატარებისათვის იყო სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები, საღამოს შესანიშნავი კონცერტი გაიმართა და სწორედ ამ შესრულების დროს მოხდა მარსის მთავარი ნაძვის ხის ანთება. მინდა ყველას მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. რუსთავის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში ჯგუფ ურსას კონცერტი და საახალწლო მეჯლისი გაიმართა. რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ქალაქის ცენტრში დღეს 4 საათიდან მიმდინარეობდა. მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საახალწლო ბაზრობა, სადაც ადგილობრივების ნაწარმის გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობდა. ადგილზე ბავშვებისთვის იყო ყინულის მოედანიც. პატარების განწყობაზე ასევე იზრუნეს ზღაპრის გმირებმა და თოვლის ბაბუამ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. რუსთავს გაუმარ! ერთ, ორ, სამ, ჰეი! წეს ძალიან კარგადაა გაფორმებული, ძალიან მრავალფეროვანია და მომწონს ძალიან. რუსთავს რო ესეთი ბევრი კონცერტები ქონდეს, ესეთი გართობა და ესეთი ახალგაზრდული, ძალიან კარგი იქნება და უფრო გასართობი იქნება რუსთავისთვის. მე მაგალითად ძალიან მომწონს. ამ წელს უკვე მეორე ჩავატარეთ რუსთავში ჯგუფ ურსამ სოლო კონცერტი და ბედნიერები ვართ, რადგან
ამ ქალაქში ცხოვრობს სიყვარულით, სითბოთი, ბედნიერებით სავსე ადამიანები, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა თაობა, რომლებიც საოცარ სითბოს და სიყვარულს ჩუქნიან თითოეულ კონცერტზე. მინდა მათ შობლებს ძალიან დიდი მადლობა გადავხადო მობრძანებისთვის. მინდა დამდეგიშობა ახალი წელი მიულოცო ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, უსურვო მშვიდობა, ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული, გაერთიანება, რაც შეგვაძლებინებს, რომ ერთად განვავითაროთ ჩვენი ქალაქები, სოფლები, ჩვენი ქვეყანა. დღეს განსაკუთრებული განწყობაა რუსთავში, საზეიმო, ძალიან ბევრი რუსთაველი ვართ ერთად. და სწორედ მინდა რომ 2025 წელიც იყოს იმ განწყობის, როდესაც ერთად შეხვედრა იქნება ძალიან დიდი სიამოვნება ადამიანებისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10-ზე.